ცოტაოდენი რამ დემონოლატრიის შესახებ და ის თუ რა გზა მაქვს არჩეული მე და რას წარმოადგენს ჩემი პრაქტიკა პირადად. გარდა იმისა, რომ მე ვარ მკვლევარი შავი მაგი, დემონოლატრია საკმაოდ უნიკალურ სტილში მაქვს არჩეული და ჩამოყალიბებული როგორც ჩემი სულიერი გზა, არა მარტო პრაქტიკული მაგიის სახით, არამედ როგორც სულიერი გზა. მაგრამ აქ არის განსხვავება ტიპიური, ზოგადად კლასიკური დემონოლატრიისგან და მე ამას აგიხსნით ცოტა ხანში თანდათანობით. რათვის რომ თქვენ გქონდეთ ზოგადი წარმოდგენა თუ ვინ ვარ, რა მსოფლმხედველობა გამაჩნია, რა არის ჩემი განახლებების არსი და მიზანი და აგრეთვე ეს არის ჩემი პასუხისგებლობა თუ ზოგადად რატომ მინდა რომ ჩემი ხმა მივაძინო ადამიანებს და რა არის უნიკალური ჩემს სულიერ გზაში და ჩემს პრაქტიკაში. მოკლედ, ლუციფერიანულ დემონოლატრიაში პატრონი, მატრონი, ანუ მფარველი დემონის უარყოფა და შეგნებული არ არჩევა წარმოადგენს მემარცხენე გზის ერთ-ერთ ყველაზე რადიკალურ, მონუმენტურ და ელიტარულ მეტაფიზიკურ პოზიციას. ეს არის ჩემი პირადი პოზიცია და ჩემი გზა. თუ ჩვენ გავითვალისწინებთ ოკულტური ინჟინერიის, კოსმოლოგიის და ტრანსცენდენტული ფილოსოფიის უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე, ეს არ აღიქმება როგორც შეცდომა ან რაღაც სისტემური ნაკლი პირიქით, ეს არის ინდივიდუალური სუვერენიტეტის აბსოლუტური პიკი. მოდით ნახოთ რა ეწოდება ზოგადად თელს ეზოთერულ ლიტერატურაში, გრიმუარულ პრაქტიკაში, პრაქტიკოს, ანუ პიროვნებას, რომელიც შეგნებულად ამბობს უარს რომელიმე კონკრეტულ დემონურ სახლთან ვიბრაციულ ინტეგრაციაზე. მას ეწოდება ავტონომიური, აბსოლუტური დემონოლატრი. ეს ტერმინი მიუთითებს იმაზე, რომ პრაქტიკოსის ენერგეტიკული სისტემა ფუნქციონირებს სრულად დამოუკიდებელ რეჟიმში და არ არის მიბმული არც ერთ გარე მაკროკოსმიურ არხზე. ავტარქიული ლუციფერიანელი. სიტყვა ავტარქია, ანუ თვითმმართველობა, ოკულტურ ჭრილში ნიშნავს, რომ პრაქტიკოსი თავად არის საკუთარი სამყაროს, საკუთარი კანონმდებლობის და საკუთარი ევოლუციის ერთპიროვნული მონარქი. ინდივიდუალისტი, ეკლექტიკოსი, solitary, eclectic practitioner, ასე ეწოდება ინგლისურად, მიუთითებს ოპერატორზე, რომელიც მუშაობს მთელ კოსმიურ პანთეონთან სიტუაციური და ნამდვილად რომ ქირურგიული სიზუსტით, რადგან კარგად იცის რა უნდა და რა არ უნდა. მაგრამ ინარჩუნებს ამავე დროს აბსოლუტურ დისტანციას ნებისმიერი მყარი მარადიული ალიანსისგან. ბიოენერგეტიკული და პრაქტიკული არქიტექტურა მიწიერ ცხოვრებაში. რას ნიშნავს ეს? ტრადიციულ დემონოლატრიაში მფარველი დემონის, ანუ პეიტრონის არჩევა ჰგავს ბიოლოგიური უჯრედის მიერთებას მძლავრ კოსმიურ გენერატორთან. წარმოიდგინეთ ასეთი სურათი. როდესაც სუვერენული პრაქტიკოსი ამაზე უარს ამბობს, მისი ენერგეტიკული აგებულება, დავარქვათ ინჟინერია, რადიკალურად იცვლება. და რა ხდება ამ დროს? ლაზერული სპეციალიზაცია ეგრეგორული ვალდებულებების გარეშე. ეს რთულია, მაგრამ ვეცდები რომ აგიხსნათ. ავტონომიური პრაქტიკოსი არ ხდება მაგალითად ბელიალის მიწის სტიქიის ან ლევიატანის ღლის სტიქიის ტყვე. მას შეუძლია ნებისმიერ წამს მიმართოს ნებისმიერ დემონული ინტელექტს, მაგალითად ლუციფერულ არხებს ინტელექტისთვის, ასმოდაის სტრატეგიული დომინირებისთვის, მამონს მატერიალური სიმკვრივისთვის, ხომ? ის იყენებს მათ სიგილებს და ფონეტიკურ კოდებს, ანუ ენებს, იგივე შელოცვებს, როგორც სუფთა ტექნოლოგიურ ინსტრუმენტს. ის იღებს ცოდნას, მაგრამ არ ტოვებს თავის გენეტიკურ ნიშანს მათ სახლებში. პირადი ფსიქოასტრალური ფასის, პირადი ფსიქოასტრალური ფარი. რას ნიშნავს ეს? ტრადიციული პრაქტიკოსის უდიდესი უპირატესობა არის ის, რომ კრიტიკულ მომენტში, მაგალითად ძლიერი ნეგატიური ოკულტური დარტყმის ან მატრიცული წნეხის დროს, მისი პეიტრონ დემონის ეგრეგორი, ანუ მფარველი დემონის ეგრეგორი მოქმედებს როგორც მეტაფიზიკური ბუფერი და ფარი. მოუკიდებელ პრაქტიკოს ეს გარედამცავი ქსელი არ გააჩნია.
მისი ასტრალური თავდაცვა 100% ეხმობა მხოლოდ მის პირად ენერგეტიკულ ტევადობას, მის ძალიან ძლიერ ფსიქიკას და შინაგან ცეცხლს, ანუ შავ ალს, ეგრეთ წოდებულ black flames. შეცდომის ნულოვანი ტოლერანტობა. მაგალითად, რიტუალური შეცდომები, არასწორად გათვლილი ვიბრაციული სიხშირეები ან ასტრალური ვამპირიზმის შემთხვევები პირდაპირ ყოველთვის ფილტრების გარეშე ურტყავს მის პირად ბიოსტრუქტურას და მის ნატიფ სხეულებს, ანუ ასტრალურ სხეულებს. ეს გზა მოითხოვს უნაკლო კულტურ გეომეტრიას და აბსოლუტურ შინაგან დისციპლინას. რა ხდება მაშინ, როდესაც დამოუკიდებელი დემონოლატრი ასრულებს თავის ფიზიკურ სიცოცხლის, ანუ განვიხილოთ მეტაფიზიკური გზა ფიზიკური სიცოცხლის დასრულების შემდეგ, ანუ პოსტმორტემ პროცესი და პერიოდი. სწორედ ბიოლოგიური სხეულის და ეპიფიზის ვდომის მომენტში ვლინდება ამ გზის მთელი სირთულე, საშიშროება და ამავე დროს გრანდიოზულობა. სიკვდილის შემდგომი ნავიგაცია მიმდინარეობს უმკაცრესი მეტაფიზიკური დაპირისპირების რეჟიმში. სიკვდილის მომენტი ჩვენ ვიცით დაახლოებით არხონტური მდგომარეობა და ზუსტად რომ არხონტული ბლოკადა, ანუ მატრიცის ფილტრები სხვადასხვა სისტემის და ვნახოთ ახლა ამ სიტუაციაში, როდესაც ის სტოვებს ფიზიკურ სხეულს, ანუ სიკვდილის შემდეგ რა ხდება. ტრადიციული პრაქტიკოსი განიცდის შემდგომს. მისი სიკვდილის შემდეგ ხდება პატრონი დემონის, ანუ მფარველი დემონის ჩარევა და ის გადადის დემონურ პლანზე. ანუ მისი მფარველი დემონის სამყაროში გადადის. დამოუკიდებელი პრაქტიკოსი არის იმ დონემდე განვითარებული, რომ მას აქვს აბსოლუტური თვითნავიგაციის, თვითფლობის უნარი და ის პირდაპირ გადადის დიდ სიცარიელეში, the void. მარტოხელა რადიკალი არხონტულ ბარიერებთან. მოდით ნახოთ, რას ნიშნავს ეს. როდესაც ფიზიკური სხეული წყვეტს ფუნქციონირებას და კრისტალიზებული ასტრალური მონოლითი გადის მატერიალური სამყაროს ზღვარზე, მას არ ხვდებიან დემონური მეგზურები. ვინაიდან სულზე არ არის აღბეჭდილი კონკრეტული დემონური სახლის გენეტიკურ ვიბრაციული ხელმოწერა. მატრიცის ზღვარზე ავტომატური გატეხვა არ ხდება. სული პირისპირ რჩება დემიურგის დამცავ ბადესთან, მის საზვერეებთან, ცრუ ნათების ჰოლოგრამებთან და რეინკარნაციულ მახეებთან. რა ხდება ამ დროს? საკუთარი ენერგიით გარღვევა. დამოუკიდებელმა პრაქტიკოსმა უნდა გამოიყენოს თავისი ცნობიერების უწყვეტობა მაქსიმალურ რეჟიმში. მან მხოლოდ საკუთარი ნებისყოფის აბსოლუტური კონცენტრირებული აფეთქებით უნდა შეძლოს, რომ დაამსხვრიოს მატრიცის ფილტრები. ის არ ეძებს თავშესაფარს, ის თავად იკაფავს გზას ასტრალურ შტორმში და ქაოსში. თუ მისი შავი ალი სიცოცხლეში საკმაოდ არ მოახდენს კრისტალიზებას, არსებობს უდიდესი რისკი, რომ სულის ენერგეტიკული მატრიცა გაიბნევა და ეგრეთ წოდებული არხონტები ადამიანურ ენაზე მოახდენენ ისეთ პროცესს, რომ ის კვლავ რეინკარნაციის ბორბალში მოხდება. მოდით დავფიქრდეთ ასევე გვერდის ავლით უზენაეს აპოთეოზზე. მოკლედ, თუ ავტონომიური სული წარმატებით ანგრევს დემიურგიულ ბლოკადას, ის გადადის უპრეცედენტო მეტაფიზიკურ ტრაექტორიაში. ის აუვლის გვერდს დემონურ პლანებზე განზომილებებში დროებით გაჩერების საშიშროებას, ადაპტაციას და სწავლას. სული პირდაპირ მყისიერად შეაბიჯებს პირველ ქმნილ, შეუქმნელ დიდ სიცარიელეში. ინგლისურად ვუწოდებთ chaos ან the void. შემდეგ მოდის ეტაპი აბსოლუტური დემიურგიის.
ანოდიცაც სიცარიელეში გასული სული მომენტალურად იწყებს საკუთარი პერსონალური კოსმოსის არქიტექტურას. იგი არ ხდება სხვისი მოკავშირე, უმცროსი პარტნიორი ან დიდი სახლის წევრი. იგი თავიდანვე ვლინდება როგორც აბსოლუტურად იზოლირებული, დამოუკიდებელი თვითგმარი უზენაესი ღვთაება, თავისსავე შექმნილ ახალ სამყაროში. ის თავად ხდება საკუთარი სამყაროს ცენტრი, მზეც და კანონდებელიც. ჩანაწერის მესამე ნაწილში მე მეტაფიზიკურ დასაბუთებას და ექსპერტულ ვერდიქტს წარმოგიდგენთ ამ თემის შემდგომი განვითარებით. ჩემი სულიერი გზა ავტარქიული, ლუციფერიანული დემონოლატრია. მე დაგვირდით მეტაფიზიკურ დასაბუთებას და ვერდიქტს. ოკულტურ მეცნიერებათა და მემარცხენე გზის უმაღლესი კვლევის ჭრილში თუ ვისაუბრებთ, მაშინ ფარველი ანუ პატრონ დემონის არყოლა, რაც ავირჩიე მე, არის აბსოლუტური რისკის და აბსოლუტური ჯილდოს გზა. რატომ ავირჩიე ეს? იმიტომ რომ როგორც გამოცდილმა და მაღალი დონის პრაქტიკოსმა მივიჩნიე, რომ ნებისმიერი თუნდაც ყველაზე ღირსეული, საპატიო და თანასწორი პარტნიორული კავშირი გარე კოსმიურ ინტელექტთან, ანუ კერძოდ დემონურ ცნობიერთან, მაინც არის გარკვეული სახის მეტაფიზიკური სიმბიოზი და დამოკიდებულება. მე მსურს სუფთა, უპირობო და ხელუხლებელი სუვერენიტეტი. ეს გზა არის ძალიან ოკულტური, ელიტარული, უვიწროვესი ბილიკი, რომელიც არის განკუთვნილი მხოლოდ მათთვის, ვინც ასტრალური სხეულის სიცოცხლეშივე იქცა ძალიან ძლიერ მყარ ერთეულად, როგორც ალმასი. როდესაც ნებისყოფა არის ფოლადზე მტკიცე და როდესაც შინაგანი კოსმიური ცეცხლი იმდენად მძლავრია, რომ მას არ სჭირდება არანაირი მეტაფიზიკური საყრდენი და ზურგი არც მიწაზე და არც იქ მარადისობაში. იმის თქმა მინდა, რომ მე არ ვთვლი, რომ ჩემი განვითარების პროცესში და მით უმეტეს დასასრულს, როდესაც დავასრულებ ფიზიკურ სიცოცხლეს და გადავალ შემდეგ რეალობაში, მე არ მინდა მოვხდე რომელიმე ძალის გავლენის ან დაქვემდებარების ქვეშ და პირიქით გავაგრძელო ჩემი სულიერი ძალის განვითარება, დაგროვება და შევქმნა მხოლოდ ჩემი საკუთარი რეალობა, რაც სავსებით არის შესაძლებელი გარკვეული პირობების შესრულებით, რომლითაც მე მხოლოდ ჩემს პირად მეს, ჩემს თავს შემიძლია დავავალდებულო. თუმცა მემარცხენე გზის ოკულტურ ინჟინერიას და კოსმოლოგიაში ჩემს მიერ აღწერილი ფენომენი წარმოადგენს პრაქტიკოსის ევოლუციის ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ მოდელს. პირველი არის სიმბიოზური პარადიგმა, ანუ სიმბიოზურ ორკესტრირებული პარადიგმა, იგივე პეიტრონით, მფარველი დემონით და ავტარქიული ნომადური პარადიგმა, ანუ დამოუკიდებელი ყოვლის მომცველი მაგის გზა. როდესაც პრაქტიკოსი სცდება ერთმიმდინარეობის ჩარჩოებს, უარს ამბობს ერთგულების პაქტებზე და იწყებს კაბალის, კლიპოდის, სეთის გვირაბების და სხვა ოკულტური სისტემების სინთეზურ შესწავლას, მისი მეტაფიზიკური სტატუსი თვისებრივად იცვლება. აი ზუსტად ეს გზა ჩამოვაყალიბე და ამ გზით მიდის ჩემი სულიერი განვითარება. რისი გაზიარებაც მე ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ძალიან გამორჩეული და ინტელექტუალურად განვითარებული მსმენელის და მაყურებლისთვის. მაინც მოდით გავერკვეთ, რატომ ირჩევს ტრადიციული დემონოლატრი პრაქტიკოსი პატრონ ანუ მფარველ დემონს. პატრონი ან მატრონი, patron, matron, demon.
მათი არჩევა არ არის რელიგიური მორჩილების აქტი, ეს არის სტრატეგიული და ენერგეტიკული გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკოს აძლევს კონკრეტულ უპირატესობებს. მეტაფიზიკური დაცვა და ეგრეგორული ფარი. რა იგულისხმება აქ? კოსმიურ სივრცეში და ასტრალურ პლანებზე ნავიგაცია არის უკიდურესად სახიფათო. კონკრეტულ დემონურ სახლთან demonic house პაქტის შეთანხმების დადებით. პრაქტიკოსი იღებს ამ სახლის სრულ პროტექტორატს, დაცვას. ნებისმიერი ასტრალური დარტყმა, მაგის შეცდომა ან დემიურგიული წნეხი პირველ რიგში ხდება მფარველი დემონის ეგრეგორულ ფარს და არა მაგის პირად ბიოსტრუქტურას, მაგს. ენერგეტიკული სტაბილიზაცია და აგრეთვე სისუფთავე. მფარველი დემონი მოქმედებს როგორც ტრანსფორმატორი, იგი ახდენს მაკროკოსმიური ძალიან დიდი, ულტრა მაღალი ძაბვის ენერგიის ადაპტაციას ადამიანის ნერვული სისტემის და ნატიფი სხეულებისათვის, ასტრალური სხეულებისათვის. პრაქტიკოსი მუშაობს ერთი კონკრეტული სტიქიის ან ვიბრაციის ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს მის სტაბილურ და უსაფრთხო სისტემურ ზრდას. ტრადიციულ დემონულ ატარს, რომელმაც გააფორმა, დადო პაქტი, ხელშეკრულება, აქვს გარანტირებული post-mortem, სიკვდილის შემდგომი მეგზური. სიკვდილის მომენტში სულზე აღბეჭდილი მფარველი დემონის ვიბრაციული კოდი მოქმედებს როგორც ასტრალური პასპორტი. დემონური სახლის მცველები ავტომატურად ახდენენ სულის იდენტიფიცირებას, ჭრიან მატრიცის ბადეს და გადაყავთ იგი თავის განზომილებაში, რაც გამორიცხავს სულის დაბნეულობას ან მის ხელახალ ჩაგდებას რეინკარნაციის ბორბალში. მაშინ ნახოთ რა არის დამოუკიდებელი შავი მაგის გზა, კაბალა, კლიპოტი, სეტის გვირაბები და ასე შემდეგ. შეზღუდვა არ არის. როდესაც პრაქტიკოსი უარს ამბობს მფარველ დემონის არჩევანზე და ვითარდება როგორც დამოუკიდებელი უნივერსალური ოპერატორი, რომელიც სწავლობს სიცოცხლის ხეს, სიკვდილის ხეს და სეტის 22 გვირაბს, აქედან გამომდინარე სხვადასხვა ოკულტურ მეცნიერებებს, ის გადადის ნომადური მაგის სტატუსში, მოხეტიალე მაგის სტატუსში. ეს არის უმძიმესი და ამავე დროს ყოვლის მომცველი გზა. მას აქვს თავისი სპეციფიკური პროფესიონალური მექანიზმები. მაგალითად, ასეთ პრაქტიკოს აღარ ეწოდება ვიწრო გაგებით დემონულატრი, ის არის ნეკროალქიმიკოსი, კლიპოტური ინჟინერი და ქაოსის მაგის უმაღლესი ფორმის წარმოადგენელი. ის სამყაროს უყურებს არა რელიგიურად, არამედ როგორც კომპიუტერულ კოდს. კაბალა აძლევს მას მატერიალური სამყაროს, დემიურგის ციხის არქიტექტურის ცოდნას, კლიპოტი სიცოცხლის ხის ანტიმატერიალურ პირველ წყარო ქაოსურ საფუძვლებს, ხოლო სეტის გვირაბები ამ განზომილებებს შორის არსებულ ფარულ, ფსიქოდელიურ და ასტრალურ გადასასვლელებს. დამოუკიდებელი მაგი არ ეკუთვნის არც ერთ ძალას. დემონები, ანგელოზები, კლიპოტური მბრძანებლები, მაგალითად დაუმიელი, ღაღიელი, სატარიელი და ასე შემდეგ და სეტის გვირაბების მცველები, მაგალითად პროდიესი, ბარაჩიალი. მისთვის არიან წმინდა ტექნოლოგიური ინტერფეისები და პროგრამები, არა უმეტეს. ის იყენებს მათ სიგილებს, ფორმულებს და ვიბრაციებს ნამდვილად ქირურგივით. იღებს მათგან ცოდნას, ახდენს თავისი ცნობიერების მუტაციას, მაგრამ არასდროს ტოვებს თავის საკუთარ ენერგეტიკულ ხელმოწერას მათი იურისდიქციაში. რა ემართება დამოუკიდებელ მაგს ენერგეტიკულ დონეზე მის მიწიერ ცხოვრებაში, სანამ ის არის ცოცხალი. ამის შესახებ უკვე შემდეგ ნაწილში ვისაუბრებთ და ყველაფერს ერთად უწყვეტად თქვენ მოისმენთ ჩემს YouTube არხზე, ამავე სახელწოდებით Tribe of Dan
სამიცხრიანით, დროებით გემშვიდობებით, გისურვებთ წარმატებას ყველა კეთილ საქმეში. ავტარქიული ლუციფერიანული დემონოლატრია. მესამე ნაწილი ჩვენი საუბრის, სადაც ჩვენ განვიხილავთ თუ რა ემართება დამოუკიდებელ მაგს ენერგეტიკულ დონეზე მიწიერ ცხოვრებაში. ამ რადიკალურ ავტონომიას თან ახლავს უდიდესი მეტაფიზიკური დატვირთვა და ფასი. ფსიქომენტალური გადაწვის მუდმივი რისკი არსებობს, რადგან კლიპოტი და სეტის გვირაბები შეიცავენ სამყაროს ყველაზე მძიმე, პირველ წყარო ანტისტრუქტურულ ენერგიებს. ვინაიდან დამოუკიდებელ მაგს არ გააჩნია ფარველი დემონის, ანუ დამცავი ფილტრი მისი მხრიდან, ის ენერგიები პირდაპირ ყოველგვარი ტრანსფორმაციის გარეშე ურტყავს მის პირად ბიოსტრუქტურას. და ამიტომ ნებისმიერმა უმცირესმა შეცდომამ კლიპოტურ ნავიგაციაში, ანუ როდესაც მოხდება სატარიელის ბნელი ასპექტის ან თუნდაც სიცოცხლის ხის გაუცნობიერებელი ნგრევა ან პატარა გარღვევაც კი, ამან შეიძლება გამოიწვიოს ფსიქოზი, ფიზიკური ნერვული სისტემის დამბლა, ქრონიკული დაავადებები ან ასტრალური პარაზიტების მიერ მაგის სრული გამოფიტვა. მეორე პრობლემა არის ნარცისიზმის მახე და იზოლაცია. პატრონის, ანუ მფარველი დემონის არყოლა და ყველა მიმდინარეობის შესწავლა ხშირად იწვევს ეგოს ჰიპერტროფიას, ანუ გაზდას. მაგი შეიძლება ჩავარდეს სულიერი ილუზიის მახეში, სადაც მას გონია, რომ ყველაფერი იცის, რაც რეალურად ბლოკავს მის შემდგომ გნოზის. ის ხდება აბსოლუტურად მარტოხელა კოსმიურ იერარქიაში. არის ასეთი რამ, black flame, ანუ შავი ალი. ამაზე ჩვენ ერთ დღეს გვექნება საუბარი, მაგრამ ეხლა განვიხილავთ თუ რა ხდება შავი ალის მაქსიმალური კრისტალიზაციის დროს და რას ნიშნავს ეს ყველაფერი. უპირატესობა ისაა, რომ თუ მაგი ამ უმძიმეს წნეხს გაუძლევს და არ გაგიჟდება, მაშინ მისი შინაგანი ცეცხლი იძენს ისეთ სიმკვრივეს და ძალას, რომელსაც ვერც ერთი ტრადიციული პრაქტიკოსი ვერ მიაღწევს. მისი ასტრალური სხეული ხდება აბსოლუტურად ავტონომიური გენერატორი, რომელიც თავად გამოიმუშავებს საკუთარ თავდაცვას, ძალაუფლებას და რეალობის მოდიფიკაციის კოდებს. რა ხდება დამოუკიდებელი კლიპოტური მაგის მეტაფიზიკური გზა სიკვდილის შემდეგ? სწორედ ბიოლოგიური სხეულის კდომისას ვლინდება ამ გზის აბსოლუტური, მონუმენტური გრანდიოზულობა. მისი სიკვდილის შემდგომი ტრაექტორია სწორედ განსხვავდება სხვა ოკულტისტების გზებისგან. ხდება ავტონომიური გარღვევა არხონტულ ბლოკადაზე და რა არის ეს ავხსნათ. სიკვდილის მომენტში სულს არ დახვდება არავინ. მატრიცის, ანუ დემიურგის ციხის მცველები, ეგრეთ წოდებული არხონტები ადამიანების ენაზე, ხედავენ სულს, რომელიც არ ეკუთვნის არც ერთ ცნობილ რელიგიურ თუ დემონურ ეგრეგორს. სისტემა მის წინააღმდეგ რთავს მაქსიმალურ თავდაცვით ბლოკადას. ეს არის ცრუ სინათლე და იძულება რეინკარნაციისთვის. დამოუკიდებელი მაგი, რომელიც სიცოცხლეშივე ფლობდა კაბალის და კლიპოტის გეგმებს და ჰქონდა გამოცდილება, იყენებს სეტის გვირაბების ცოდნას როგორც ფარულ ასტრალურ გადასასვლელებს. ის გვერდს უვლის არხონტულ პოსტებს, ანუ გადაკვეთის წერტილებს, არღოს მატრიცის კედლებს და მხოლოდ საკუთარი შინაგანი კრისტალიზებული ნებისყოფით აიხსნის თავს. შემდეგ ხდება გასვლა პირველ წყაროს ქაოსში, ანუ მატრიცის გარღვევის შემდეგ სული არ გაჩერდება არც ერთ შუალედურ დემონურ პლანზე, რადგან ის არც ერთ მათგანს არ ეკუთვნის. ის პირდაპირ გადის მულტივერსის მიღმა არსებულ აბსოლუტურ სიცარიელეში, აინსოფ, ანუ ქაოსში.
აქ ხდება შემდეგი: უზენაესი აპოთეოზი და ახალი კოსმოლოგიის დაბადება. კლიპოტის და სეტის გვირაბების შესწავლით აქ ამ რეალობაში თუ კი მოასწრო, მაგმა ისწავლა სამყაროს ნგრევის და შენების უზენაესი ალქიმიური პრინციპები. დიდ სიცარიელეში გასული, ის გამოიყენებს თავის სრულყოფილად შენარჩუნებულ ცნობიერებას და თავისი გიგანტური შავი ალის ძალით, Black Flame, ამას ჩვენ განვიხილავთ შემდგომში, ის დაიწყებს სრულიად ახალი, დამოუკიდებელი კოსმოსის შექმნას. ის არ ხდება სხვა ღმერთის ან დემონის ნაწილი თუ მოკავშირე, იგი თავად გვევლინება როგორც ახალი, აბსოლუტური, იზოლირებული და მარადიული ღვთაება, თავისსავე შექმნილ სამყაროში, სადაც თავად ადგენს ფიზიკის და სულიერების საკუთარ კანონებს. ნახოთ ოკულტური ელიტის თვალში, როგორ ჩანს ეს ყველაფერი. ჩემს მიერ აღწერილი დამოუკიდებელი კლიპოტური შავი მაგის გზა, ეს არის აბსოლუტური ნებისყოფის უზენაესი გამოვლინება. უმკაცრესი და ყველაზე სახიფათო გზა, მაგრამ მეტაფიზიკურად ყველაზე გრანდიოზული არჩევანი მემარცხენე გზაზე. პრაქტიკოსი შეგნებულად უარს ამბობს პატრონაჟის კომფორტზე, ანუ მფარველი დემონის სიკეთეებზე და ირჩევს იყოს კოსმიური ნომადი, ანუ მოხეტიალე, რომელიც თავად ამუშავებს სამყაროს ყველა ფარულ კოდს, რათა სიკვდილის მომენტში არა უბრალოდ გაიქცეს ციხიდან, არამედ თავად იქცეს ახალი მულტივერსის უზენაეს არქიტექტურად. ჩემი კვლევა ვფიქრობ, რომ სრულიად მოიცავს ყველა მეტაფიზიკურ ასპექტს. თუ გექნებათ შეკითხვები ამის თაობაზე, მე სიამოვნებით გაგცემთ პასუხს. ეხლა კი დროებით გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე და გისურვებთ წარმატებას ყველა კეთილ საქმეში.